მოგესალმებით, პატრიოტული მაყურებლებო. დღეს ჩვენი შემდეგი გადაცემა არის საკითხზე, რომელიც ალბათ შეიძლება ბევრნაირად და ბევრ შემთხვევაში სადავო იყოს თუ კითხვის ნიშანი დასასმელი, მაგრამ რატომღაც მიღებულია, რომ ის აპრიორი კარგია. საქმე ეხება დემოკრატიას, ანუ საყოველთაო დემოკრატიას, რომელზეც ნებისმიერ გამოსვლაში თუ ინტერვიუში ბევრი არამარტო ჩვენი, არამედ ევროპის მასშტაბის, სოფლიო მასშტაბის ბევრი პოლიტიკოსი აპრიორი თვლის, რომ თუ საყოველთაო დემოკრატია ქვეყანაში და არჩევნები სწორად ტარდება, ესე იგი კარგია. თუმცა არაერთ მოაზროვნეს ამაში ეჭვი შეუტანია გასაგები მიზეზების გამო და შესაბამისად დასმულა კითხვები, რომლებზეც პასუხები არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში ისეთი პასუხები, რომელიც ასე ვთქვათ, მისაღები იქნებოდა და დამარწმუნებელი საზოგადოებისთვის. დღეს ამ საკითხზე სასაუბროთ და იმის გასარკვევად თუ მიდგომის გასარკვევად თუ რას ნიშნავს ეს საყოველთაო დემოკრატია და საითკენ მიყავს მთელი საზოგადოება საყოველთაო დემოკრატიას, გადაცემაში სტუმრად მოვიწვიეთ ბატონი იაგო ხვიჩია. მადლობა იაგო. გამარჯობა. ჩვენ რამდენიმე საკითხი მონიშნული გვაქვს ამ საკითხზე, შენც არა ერთხელ გისაუბრია და მეც ალბათ დიდი ხანი ამაზე მიფიქრია და ბევრი ასე ვთქვათ ვარიაცია მომსვლია თავში თუ როგორ შეიძლება ამ საკითხის შველა. ერთია მოიფიქრო გამოსავალი და მეორე რეალიზაცია. რეალიზაცია ჯერ ჰორიზონტზეც არ ჩანს, მაგრამ თუმცა გამოსავალის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. მაგრამ მოდი სანამ გამოსავალზე ვიფიქრებდეთ, მოდი ვთქვათ, რა პრობლემაა ამ საყოველთაო დემოკრატიაში, როდიდან არის საერთოდ ეს საყოველთაო დემოკრატია, იმიტომ რომ ცხადია ძველ ბერძნებს საყოველთაო დემოკრატია არ ქონიათ იქ ნაწილს ჰქონდა მარტო ასევე მე-19 საუკუნეში საყოველთაო დემოკრატია არ ყოფილა. მაშინ იყო გარკვეული ცენზი იმისთვის, რომ არჩევნებში მონაწილეობა მიიღო და ამით ხდებოდა იმ სირთულეების რბილად რომ ვთქვათ დაძლევა, რაც მოყვება საყოველთაო არჩევნებს. დანარჩენზე ახლა ცოტა თქვი და მეც ჩაგირთვები ხოლმე ალაგ-ალაგ. მოგესალმები, მივესალმები შენს მაყურებელს. დავიწყებ იქიდან მე არაერთხელ მithქვამს, რომ საყოველთაო დემოკრატია ბოროტებაა და ამაზე უარესი არაფერი არ ყოფილა. ამას ყველანაირი პირობა ჯობდა, ყველანაირი მართლობის ფორმა ჯობდა. ჩემი აზრით, თუმცა მე არ მაქვს ამასთან დაკავშირებით რეცეპტი, თუ როგორ უნდა შეიცვალოს ეს. რას ნიშნავს და რას გულისხმობს? ხო, რატო არის ბოროტება ეს? ისტორიულად ხმის მიცემის უფლება ზოგადად ყველას არ ქონია. ანუ არასდროს არ წყვიტა, არასდროს არ იღებდა გადაწყვეტილებას. მაგალითად, არათავისუფალი ადამიანები, ანუ მონები არ მონაწილეობდნენ ძველი ბერძნული გაგებით დემოკრატიაში, არც ძველი რომაული გაგებით დემოკრატიაში. იქ ადამიანთა მასა ძალიან შემცირებული იყო და თავისი შინაარსით გადაწყვეტილების უდიდესი ნაწილი მიიღებოდა ფაქტობრივად ერთმანეთის თვალწინ, ანუ ადამიანები ღიად აფიქსირებდნენ საკუთარ მოსაზრებას. იყო საკითხების დიდი ნაწილი, რომელიც უფრო ეხებოდა რაღაცა არა ვთქვათ პირობითად დღეს რომ პრეზიდენტს ირჩევს 50 შტატი ან ასე შემდეგ. არამედ სადაც ადამიანები იკრიბებოდნენ რაღაც კონკრეტულ ადგილას და რაღაც კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ღებულობდნენ. ანუ ფარულობაც კი არ იყო მაშინ. ფარულობაც კი არ იყო, ანუ ფაქტობრივად ადამიანები ღიად საკუთარ გადაწყვეტილებას აფიქსირებდნენ. და შესაბამისად პასუხისმგებელიც იყვნენ გარკვეულწილად. ხო, ანუ ის რომ შენ ქონდა ხმის უფლება და ეს იყო როგორც წესი თეთრი მამაკაცების პრივილეგია, ფაქტობრივად მე-19 საუკუნის ბოლომდე ეს ასე იყო. შეიძლება ახლა გამონაკლისების რაღაც ყოფილიყო ეს ისე, მაგრამ ძირითადად ისა ქალებსაც ქონდათ ხმის მიცემის უფლება მე-19 საუკუნეში ლია ჭავჭავაძის აქამაზე წერილი, რომ ქალი იმის გამო რომ მას საკუთრება აქვს, უკვე უფლებამოსილია ხმა მისცეს. ეს იყო ფაქტობრივად 1% საზოგადოების საკუთრება, კი. შესაბამისად ეს არსებითად არაფერ ძირითადად მაგიტომ ამბობთ, რომ ვიღაც არა, მაგრამ თავარი არის იმის აღნიშვნა მინდა რომ თავარი ის კი არა ის რომ კაცი იყო თუ ქალი. თავარი ის იყო რომ საკუთრება უნდა ქონოდა რომ პასუხისმგებლობა მდგარიყო მისი გადაწყვეტილების უკან. ხო, ყოველთვის ერთნაირი არ იყო სხვათა შორის საკუთრების ცენზი, ეს ცოტა ისეთი არის, ცოტა საკამათო ამბავია, ზოგჯერ შეიძლება საკუთრება არ ქონოდა, მაგრამ აი თავისუფალი ადამიანი უნდა ყოფილიყო, მინიმუმ თავისუფალი ადამიანი უნდა ყოფილიყო. ეს იყო თავარი კრიტერიუმი. შემდეგ ფაქტობრივად მე-19 საუკუნის დადგომასთან ერთად და სხვა ტიპის რევოლუციებთან ერთად საჭირო გახდა რა ფაქტობრივად დაიწყო ლაპარაკი იმასთან დაკავშირებით, რომ ბევრ ადამიანს უნდა ქონოდა საკუთრების უფლება, საკუთრების კი ხმის უფლება.
მე ახლა კონკრეტულ იმ ისტორიულ დეტალებში არ შევალ, ზოგადად რატომაც შეიძლება და ეს ყოფილიყო და რამდენი ბრძოლა და რა რევოლუციები და რაღაც მოხდა ამის წინაშე. უბრალოდ უშუალოდ პოლიტიკურ ნაწილზე გადავალ, რა გამოიწვია ამან თავისი შინაარსით. ერთია, როდესაც გადაწყვეტილებას ღებულობს ადამიანი, რომელიც თავისუფალია, საკუთარ თავს თვითონ უყურებს, სახელმწიფოს მოქალაქეა იმ გაგებით, რომ მონაწილეობს ამ პროცესში, ანუ ესმის როგორ ფუნქციონირებს ეკონომიკა, აქედან დავიწყოთ, როგორ ფუნქციონირებს ადამიანთა საზოგადოება ზოგადად, ასევე უყურებს ამ საზოგადოების ტრადიციებს და ჩვევებს პირობითად. და შესაბამისად მისთვის ძალიან ბუნებრივია ის, რომ მან არ უნდა არიოს წესრიგი ისე, რომ არსებითად თავზე ჩამოემხოს არსებული წესრიგი. იმიტომ რომ ამ წესრიგში ის ცხოვრობს, ფუნქციონირებს, რაღაცა შემოსავალი აქვს, ესე ვთქვათ, რაღაცა მუშაობს და ასე შემდეგ. და მას სტიმული არ გააჩნია იმასთან მიმართებით, რომ რამე ცუდად გააკეთოს შეგნებულად. ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, სტიმული გააჩნია, რომ შეინარჩუნოს ის სიტუაცია, რომელზე უკეთესის ჯერ არ შეუძლია იპოვოს. ხო, თავისი ბუნებით ეს მიდგომა კონსერვატიულია იმ გაგებით, რომ ადამიანები კარგად ფიქრობენ, სანამ რამეს გადადგამენ ახალ ნაბიჯს, იციან, რომ თვითონ აგებენ პასუხს ამაზე საკუთარი ქონებით. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი. თვითონ აგებ ამ ყველაფერზე პასუხს. და როცა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, მე-20 საუკუნის დასაწყისში განსაკუთრებით არჩევნები გახდა საყოველთაო, ბევრი რამე გაფუჭდა ერთდროულად. მაგალითად გაფუჭდა ის, რომ უცბად არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება მიეცა ხალხს, რომელსაც არასოდეს არ უფიქრია მანამდე არჩევნებზე. მათი არც განათლების დონე იყო ასეთი, რომ სწორი გადაწყვეტილება მიეღო. არც ცხოვრებისეული გამოცდილება ჰქონდათ ასეთი. და არც ახლა. ეს სხვა საკითხია, მაგრამ იმ დროს როცა ეს იწყება მაგალითისთვის, შეიძლება ბევრს არ მოეწონოს, მაგრამ იმ პერიოდში ქალების და კაცების განათლების დონე ძალიან განსხვავებულია. და ქალების და ემანციპაცია როცა ხდება პირდაპირ, აი არჩევნებში მოდი ხმა მიეცი. ეს ხო წარმოგიდგენია როგორი ტიპის რღვევა შეიძლება იყოს იმ ძველი წესრიგის, სადაც ადამიანები თვითონ აგებენ უშუალოდ პასუხს ამ ქმედებაზე, რა შედეგიც ამას მოყვება. ერთის მხრივ ამას დაემატა ქალები, რომელიც ამ პერიოდში არა ყველა ცხადია, მაგრამ დიდი ნაწილი უბრალოდ განათლებითაც სხვაგანა, იმიტომ სხვა იმ საზოგადოებაში ქალი სხვანაირად იზრდება, სხვანაირი განათლება აქვს, სხვანაირად ზრუნავენ მის განათლებას და სხვა მოვალეობები აქვს იმ საზოგადოებაში. გარდა ამისა, ჯგუფები, რომლებიც მანამდე არ მონაწილეობდნენ არჩევნებში, იქნება ეს მუშები, გლეხები, რაღაც ხალხი, ან რომელიც ან ახლა გათავისუფლდნენ მონობიდან სხვადასხვა ფორმით. ან როგორ გითხრათ, აი ფაქტობრივად პარალელურად მიმდინარეობს ეს პროცესი. ანუ ფაქტობრივად ამერიკაში შავკანიანების პროცესი ხმის მიცემის, აი ფაქტობრივად პარალელურად მიმდინარეობს, როდესაც მათი რაღაცნაირად აი ეს უსამართლობის და მათი პრინციპში მე-20 საუკუნის შუა წლებამდე იყო ის პრობლემა იქ. და უცბად ეს წარმოიდგინეთ, რომ ის წესრიგი, რომელიც დგას დემოკრატიაზე, სადაც ადამიანთა უმრავლესობა ირჩევს საკუთარ რჩეულს, რომელიც დგას პრინციპზე, აი ამის უკან დგას პრინციპი, რომ თუ რამეს შენს მიერ არჩეული მთავრობა ცუდად გააკეთებს, საზოგადოება აღშფოთდება, იგრძნობს ეგრევე იმას, რომ რაღაცა ცუდად ხდება და გადაირჩევს უმრავლესობით ხელისუფლებას. ამაზე დგას ეს. იგულისხმება, რომ ეს არის ძალიან შეკრული community, ესე რომ ვთქვათ. იგულისხმება, რომ საზოგადოება შეუძლია გაიაზროს პრობლემა რა შეერდო და ეს არის იმ საზოგადოების ერთობლიობა, რომელსაც შესაბამისი განათლება აქვს, შესაბამისი ქონება აქვს, შესაბამისი გამოცდილება აქვს, რომ სწორედ და არასწორი შეუწოდოთ და შესაბამისი პასუხისმგებლობა. ხო, საზოგადოებრივი საქმე აინტერესებს და იღებს იმ საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, რომელიც მასზე ამ გადაწყვეტილების შედეგად დგება. როგორც კი შენ შემოყავს მუშები, გლეხები, ხალხი, რომელიც არაფერ შუაში არ იყო, პლუს ამას პენსიონერები, ანუ ადამიანები, რომლებიც ფაქტობრივად უფრო მეტს იღებენ სახელმწიფოსგან, ვიდრე მასთან შეაქვთ. თავისი შინაარსით, რომ თანამედროვე ძალიან უხეშად გამოვიდეს ეს, მაგრამ ეს გამოდის რაღაცა ტიპის მათხოვრობა, ხო? ანუ ფაქტობრივად ჩვენ მათხოვრები შევყარეთ საარჩევნო უბნებში. სინამდვილეში მათხოვრობა არა, უფრო
უფრო ცარცვას გავს მასეთი რაღაცა. აი როგორ არის იცი რომ მათხოვრობით იწყება ეს მე შეიძლება რაღაც შინაარსით რომ მას პოლიტიკური მხარდაჭერა ძარცვად იქცევა მაგრამ მოდი დავიწყოთ ისე ხო რეალურად შედეგი ეგ არის ხო მიდის ძარცვამდე მაგრამ თავიდან ეს იწყება იმითი რომ მოდი მათხოვრებს მიცეთ ხმის უფლება ნუ მისთვის ჯერ გაუგებარია თუ რა არის ეს ხმის უფლება და შემდეგ როდესაც იგრძნობს ამ მექანიზმის ძალას უკვე ხმას აძლევს იმას რომელიც მეც წაართვევს სხვა წარმატებულებას ჯერ მანამდე მივალთ მათხოვარი უფრო მეტია ვიდრე წარმატებული ადამიანი კი ცხადია მაგას გულისხმობ უცბად აღმოჩნდა რომ ქვეყნის ბედს უფრო მეტად წყვიტავს არა ის წარმატებული ადამიანი მეწარმე იქნება ეს თუ ვინც პასუხისმგებლობას იღებს ვიღაც რომელსაც დოვლათი ქმნის და ბიუჯეტი ჩაკ ბიუჯეტის მიმართ ჩაკ არა ეს არამედ უმრავლესობა ადამიანების მასების უმრავლესობა რომელიც არ არის კმაყოფილი და ბედნიერი დღევანდელი ცხოვრებით პირიქით დასაკარგი არაფერი არ აქვს აი პროლეტარობა ყველა ქვეყნისა შეერთი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ზაღაც ქვეყანაში ამ ხალხმა მთლიანად გაიმარჯვა და უბრალოდ ეს წარმატებული ხალხი დახოცა ან გააკულა ან რაღაცა ქნა სადაც ეს ვერ შეძლო იმ ქვეყნებში დატოვა ასეთი დამღა რომ მოდი ყველამ მივიღოთ ყველას ჰქონდეს ერთნაირი უფლებები ყველამ მივიღოთ არჩევნებში მონაწილეობა ეს პრივილეგია ყველამ გამოვიყენოთ და ნუ რაც დაждდება ის დაждდება და ამის შედეგად ჯდება ის რომ ხელისუფლებაში მოდიან პოპულისტები. ანუ ამაზე ბევრი დაწერილა, ზოგადად მასების ამბოხზე, ზოგადად იგასეტიდან დაწყებულა ბევრი სხვადასხვა მოაზროვნე ამასთან დაკავშირებით წერს ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის დასაწყისში რომ ეს არის პრობლემა, რომ ამას აუცილებლად მოყვება რაღაცა ტიპის სიგიჟე, იმიტომ რომ დემოკრატიის დროს თუ რაღაცა გადაზღვევები არსებობდა, მეფობის დროსაც არსებობდა რაღაც გადაზღვევები, მაგალითად შენ ხარ მეფე. აი, ხარ ბიძინა რა, თქვათ. ოღონდ ადრე ერთპიროვნული მართველი ხარ იმ დროს, ერთპიროვნული მართველი ხარ დღეს. იმ დროს ერთპიროვნული მართველი როცა ხარ, შენ საკუთრებას ქვეყანას უყურებ როგორც შენ საკუთრებას. ეს მეფე ეს ქვეყანა ბაგრატოვანთა საკუთრება იყო. კი. და შესაბამისად ის მეფე ამას უყურებს როგორც თავის საკუთრებას. როგორც გრძელვადიან შვილისთვის დასატოვებელ დოვლათს, ესე რომ წარმოვიდგინოთ. რომელიც რავი სახლს უტოვებს შენ შვილს, მანქანას, ბიზნესს უტოვებს. ყველაზე კარგი შედარებაა რომ ბიზნესს უტოვებს საკუთარ შვილს. ბიზნესი არის ამ შემთხვევაში ცოტა უცნაური ხალხს ძარცვა, ანუ ხალხის ძარცვის ბიზნესი არის შინაარსობრივად, მაგრამ ეს ბიზნესი შენ გინდა რომ შენ შვილს გადასცე, შენი სტიმული არ არის რომ მოდი ახლა ყველა დედაუტირო ყველაფერს, ყველაფერი გამოხრა, რაც შეიძლება წამოიღო და ნუ ხალხი გააღატაკო, ან ხალხს რავი ისეთი არა პირიქით შენი სტიმულია რომ გრძელვადიანად იმუშაოს შენი სტიმულია რომ შვილებსაც დაუტოვო მემკვიდრეობა ან როგორც საკუთარ სახლს ადამიანი მოხუცი როა და რო იცის რომ მალე მოკვდება არანადგურებს არამედ შვილს უტოვებს პირიქით ბოლო წუთამდე ცდილობს რომ თხე დარგოს რომ შვილიშვილებს გაახსენდეთ რომ რაღაცა ეს ამ ბაბუაჩემი მაგალითად რომ მოხუცდა და ნუ სულ ხის მყნობა ძალიან უყვარდა მაგრამ სულ ჩემთან ერთად მე რომ პატარა ვიყავი ხეს ამყნობდა და სულ მეუბნებოდა რომ აი ეს მინდა რომ გაგახსენდეს რომ ჩემი დარგული ხე არის ზოგადად შენც დარგეხე ანუ თავისი რაღაცა აქვს ანუ ეს უცბად ჩამოიშალა აი მაგალითად ერთია როდესაც მოდის რაღაცა შუა საუკუნეების ვიღაც ფეოდალი რომელიც მეფე რომელიც ფეოდალურ ეპოქის რომელიც ძალაუფლებას ინარჩუნებს სასტიკია შეიძლება მაგრამ ის სხვა მოტივებით მოძრაობს ის მოძრაობს რაღაცა იმ მოტივებით რომ ჯერ ერთი ძალაუფლება შეინარჩუნოს და მეორე უფრო დიდი ქვეყანა დაუტოვოს მიშვილს რაღაცნაირად ანუ ასეა ის მოწყობილი ხოლო დღეს როდესაც მოდის სიტყვაზე დღევანდელი დიქტატორი დღევანდელი დიქტატორმა იცის რომ მისი შვილი ან იქნება ან არ იქნება დიქტატორი იმიტომ რომ დღევანდელი სისტემა სხვანაირად არის მოწყობილი რაღაცა საყოველთაო დემოკრატია იქ რაღაცა ისა ამიტომ შენ ცდილობ რომ მაქსიმალურად იშოვო რაც გაქვს რაღაცნაირად ეს გადამალომერე ანუ ტორმუზი არ გაქვს 5 წლის მერე შევა გადაგირჩიონ 7 წლის მერე შევა გადაგირჩიონ 10 წლის მერე შევა გადაგირჩიონ და ეს შენი გადარჩევის შანსი რო არსებობს თან გადარჩევის შანსი არსებობს მასებისგან ანუ გადაგირჩიოს ვიღაცა იმან კი არა საღი აზრზე ნოდარის დავილაპარაკე მოვილაპარაკეთ როგორ ჯობია გავაგრძელოთ მართლა ასე ხო არ არის ანუ არის რომ ვინ უფრო პოპულისტი იქნება ამაშია კონკურსი ვინ უფრო ზუსტად პრობლემა და ეს არის ზუსტად პრობლემა ვინ უფრო მეტად მოატყუებს მოსახლეობას ვინ მოატყუებს და კონკურსი არის მძარცველზე მოსახლეობას ანუ მე უკეთესი მძარცველი ვიქნები ვიდრე წინა იყო უფრო იმად რომ თქვა ასე ვთქვა
ფორმებულად სინამდვილეში არჩევა ხდება არა იმის ვინ იქნება უკეთესი არამედ იმ პოლიტიკური ძალის რომელსაც მეტ ადამიანზე აქვს გავლენა მაგას მნიშვნელობა არ აქვს იქ ლამაზია მოისყიდის შეაშინებს მოატყუებს მნიშვნელობა არ აქვს თავარი არის გავლენა აქვს იმ პოლიტიკურ ძალას რომელიც ხელისუფლების სათავეში ხდება ეს გავლენა მას აიძულებს რაღაც გარკვეული პერიოდი სანამ გავლენა აქვს და იცის რომ გავლენა აქვს გამოიყენოს მაქსიმალურად სათავისოდ მაგრამ ეს გავლენა მას მოტივს არ უქმნის რომ იფიქროს 10 წლიან და 20 წლიან პერსპექტივაზე და კიდევ უარესი ზუსტად ეს იწევს მე ამას დაამატე ის რომ აი აქ ინგრევა სწორედ ის თავარი პრინციპი რაზეც დგას დემოკრატია რომ ხალხი მიხვდება რომ შენ ცუდად იქცევი აკვირდება შენ საქმიანობას და უკვე მომავალში აღარ აგირჩევს და აქ საუბარი არის არა იმ ხალხურებზე ცხრები ამას ვერასდროს ვერ მიხვდებიან ვერ მიხვდებიან აქ არის საუბარი სწორედ იმ ხალხზე ვიზეც იდგა კლასიკური დემოკრატიები თავისუფალ ადამიანებზე თავისუფალ ანუ მესაკუთრეებზე კი ბატონო ასევე პასუხისმგებლიან ადამიანებზე ცხადია ამ აქედან ჩდება თავისუფლება თუ არა გაქვს მონათუხარი ის პასუხისმგებლობა შეიძლება იყოს საკუთრება უნაფლობის საკუთრება შეიძლება იყოს შენი იმიჯი რომელიც დაზარალდება თავისუფალი ადამიანი ვერ იქნება საკუთრების გარეშე ეს ერთმანეთთან კავშირშია, იმიტომ რომ შენ თუ თავისუფალი არ ხარ, თუ შენ თუ საკუთრება არ გაქვს, თავისუფალი ვერ იქნები, ვიღაცის მონა უნდა იყო, ისე ვერ გადარჩები. და შესაბამისად იმიჯის შესაბამისად დაკავშირებულია. ხო, ყველაფერი ერთმანეთთან არის დაკავშირებული. უცბად, აი ის რომ თავისუფალია, ჩვენ თავისუფალი პასუხისმგებლიანი ადამიანები. რომ მივხვდებით იმას, რომ ქვეყანაში რაღაცა ცუდად მიდის, იმ შემთხვევაში თუ გაუბერა ჩვენმა არჩეულმა დემოკრატმა მმართველმა. ჩვენ გაგვჩება მექანიზმები, რომ ეს უკან დავაბრუნოთ. ეს არასდროს გარანტირებული არსად არ არის, ანუ ეგრე რომში მაგალითად კეისარი მოვიდა, ხო და დიქტატურა დამყარდა. და ანუ იქ ვერ დაიცვა იმ რაღაცა წესება. ეს კი არ არის, რომ აპრიორი დაგიცავს. მაგრამ და საბერძნეთშიც დამყარდა დიქტატურა და ეს უბრალოდ მეტი შანსი არსებობს იმისი, რომ გონიერი ადამიანები უფრო მიხვდნენ რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს, ვიდრე მთელი მასა, იმიტომ რომ მთელი მასის მოტყუება, რომელიც უბრალოდ არ ფიქრობს ამ თემაზე. ნუ ანალოგია რო გავაკეთოთ, ექიმთა კონსილიუმი შეიძლება შეცდეს გადაწყვეტილების მიღებისას, მაგრამ იმის გამო რომ ის შეიძლება შეცდეს, არ ნიშნავს რომ ჩვენ უნდა ექიმთა კონსილიუმის მაგივრად რაღაც გაურკვეველ საკუთრებთან ამხანაგობას გადავაწყვეტიოთ ოპერაცია ჩატარდება თუ არა. ცხადია, მაინც კონსილიუმს უნდა ვენდოთ უფრო ვიდრე ნებისმიერ სხვა ჯგუფს. ანალოგიურად არის ამ შემთხვევაშიც. ხო, მე ზოგადად აქედან გამოსავალი საბოლოო ჯამში მარტო ზოგად გამოსავალს ხედავ. ზოგადი გამოსავალი არის, რომ ვინც არ უნდა იყოს იქ, აი იქ ვინც არ უნდა იყოს, იმას უნდა ჰქონდეს ნაკლები უფლება-მოსილებები. ანუ მე არ მჯერა, რომ იმის გაკეთილშობილება შეიძლება ძალაუფლების ვერტიკალის. გარდა მისი შემცირებისა. მე ამჯერა რომ მოვესწრები იმ პერიოდს, როდესაც ამერიკაში მოხდება ის, რომ ხალხი მივა იმაზრამდე, რომ დემოკრატია საყოველთაო არ უნდა იყოს და მთელ სამყაროს გადაედება. ამასაც ვერ ვხედავ, ამისი წვენა ნაკლებად. ხო, ჯერჯერობით ამის ნიშნები არ ჩანს პირიქით, ანუ პირიქით მიდის მიმართულება სინამდვილეში და როგორც გადაცემის დასაწყისში აღნიშნე, ყველა გამოსვლაში, ყველა პოლიტიკოს ხალხს უსვამს თითქოს დემოკრატია არის ღირებულება. კი, და თან ამბობენ იმას, რომ აუცილებლად მიდით არჩევნებზე, ანუ ცხრებს, რომელსაც აზრზე არ არის არჩევნებზე რა უნდა გააკეთოს, ამ ხალხს მოუწოდებენ მიიღონ სწორი გადაწყვეტილება, ისე რომ ამ ხალხს არასდროს არ უფიქრია, აი რომ მოუწოდებდე ამ ბინათ მესაკუთრეთა ამხანაგობის წევრებს, რომ მიიღეთ კონსილიუმში მონაწილეობა თქვენი ბინათ მესაკუთრეთა ერთ-ერთი ამხანაგობის წევრის განსაკურნებლად. ანუ ამას რო ახალისებდე ამას. მაგას გავს ძალიან, კი. ხო, ამას რო ახალისებდე სულ. და გარდა ამისა, ძალიან საინტერესოა ის, რომ არც ერთი სხვა მმართველობა, არც ერთი არანაირი, ანუ აი ექიმები ხო ვთქვით, ავიღოთ მანქანების წარმოება. აი მერსედესმა დანერგოს დემოკრატია. და დემოკრატიულად გადაწყვიტოს, რომელი მოდელი გამოუშვას. გერმანელი ხალხი ირჩევდეს, როგორი მერსედესი უნდათ. ფეხბურთის გუნდი გადადიოდეს ამაზე და რა ვიცი ისა რა გულშემატკივრებს შორის ირჩეოდეს ვინ დადგება შემადგენლობაში. გულშემატკივრებს კი რა ხალხს შორის და გულშემატკივრებიც კი რო არ იყოს. სტადიონზე ნამყოფი არ არის. აი ესეთ ხალხს შორის რო ირჩეოდეს, როგორი გუნდი ჯობია თამაში ვინ უნდა დადგეს ძირითად შემადგენლობაში. ანუ თავისი შინაარსით ეს უკვე ნიშნავს პრობლემას. საყოველთაო დემოკრატიაში დევს ეს პრობლემები, რომ გადაწყვეტილებას ღებულობს უცოდინარი. საქმე ის არის, რომ უცოდინრობას კიდე ეშველება, რომ იყოს პირდაპირი შედეგების
მიღების საშუალება. მაგალითად, მე შეიძლება არ ვიცოდე რომელი პური ჯობია, მაგრამ ერთხელ რო ვიყიდი ცუდ პურს, მე შედეგს ვიცოდე, ხო, ვიყიდი სხვა პურს, მაგრამ როდესაც მე არჩევნებში ხმას ვაძლევ, თუ არასწორს არჩევანს ვაკეთებ, მე კი არ ვიცნებ უშუალოდ შედეგს. არა მთელი საზოგადოება და კაციშვილმა არ იცის კონკრეტულად ვისი ბრალი არის. ანუ ჩემი ბრალი რო არის, მე ამას ვერ გავიგებ ვერასოდეს. სხვების ბრალია, ჩემი არა. არა, ეს ხო ერთმანეთზე გადაბრალების ამბავი ხო ის არის, მაგრამ მაინც მე კვალიფიკაციის არ ქონა, ანუ ადამიანები, რომლებიც არა, კვალიფიკაცია ხო გამოცდილებითაც მოდის, სადღაც, თქვენი შვილი არ იცით რა, სოფელში ცხოვრობთ, ანუ ჩვეულებრივი ადამიანი ხართ, თქვენი საქმით ხართ დაკავებული, რაღაცა ზედმეტ მეცნიერებაში არ ხართ გარკვეული, მაგრამ შვილი ყავთ, რომელთაც უნივერსიტეტში უნდა ჩააბაროს. ხო. თქვენ არ გაქვთ სათანადო ინფორმაცია ამის შესახებ. თქვენ ხო აუცილებლად კითხავთ ყველა იმ ადამიანს, ან იმ ადამიანს, ვისაც ყველაზე მეტად ენდობით განათლების საკითხებში. რომ თქვენი შვილისთვის სწორი რჩევა მიიღოთ და მაგალითად ვიღაცას კითხავთ ერთხან მიხვალთ, ორთან მიხვალთ, სამთან. ასე იქცევია მშობლები ზოგადად. მაგრამ თქვენ ხო იგივეს არ აკეთებთ ხმავის მისცეთ იმასთან დაკავშირებით. იმიტომ რომ თქვენ ეს როგორც როგორ გითხრათ, შეიძლება ესეც ცუდი მაგალითია, მაგრამ ადამიანებმა მე ბევრ ადამიანს ვიცნობდი ჩემ ცხოვრებაში, რომელსაც არაფერი არ იცოდა, მაგრამ რო გეკითხა, ფეხბურთი იცოდა. კი. ფეხბურთში ერკვეოდა. გესმის, აი როგორც აი ფეხბურთში ერკვევა მთელი საქართველო რაღაც მომენტში და სიამოვნებაში არ ერკვევა. აი ვილისანიოს ურჩევდნენ შემადგენლობაში ვინ დაეყენებინათ და ერთი ამბავი ყვა დახილი. აი ზუსტად მაგდა არც კითხავს სხვა, აი არ მივალ მე ნოდართან და არ ვეკითხები რომ ნოდარ, აბა შენ რას ფიქრობ? იმისთვის ჩვენი ნაკრებისთვის ეჯობია თუ იჯობია? თუ კამათი არ მინდა, მე იმისთვის რომ ნოდარის აზრი მოვისმინო, გავიაზრო ეს, ამას იშვიათად აკეთებს ყველა. ყველა ფიქრობს რომ ეს მას იცის, ორი თამაში რო აქვს ნახე იცის ეს. და იცის არის ასევე ორი ინტერვიუ რო აქვს მოსმენილი ტელევიზორში რაღაცას უსმინა ვიღაცამ. იმას გონია რომ მან იცის რა გააკეთოს. ხო. საი და მას არა ბექგრაუნდი არა აქვს ამისი რომ ეს ცოდნოდა. შანსიც კი არ ქონია. ძალიან საინტერესო ფსიქოლოგიური მომენტია. რატომ ეჩვენებათ ადამიანებს რომ ტელევიზორში როდესაც რამდენჯერმე მოусმინა ვიღაცას ამ დროს გარანტირებულად ის სწორედ ის საუკეთესო კანდიდატია ვისაც ხარი უნდა დაუჭირონ. ალბათ ამას კაი ფსიქოლოგიური ანალიზი უნდა ადამიანების ან საზოგადოებრივი ფსიქოლოგიის კვლევა უნდა, მაგრამ იმიტომ რომ ეს ვინაიდან პასუხი არ მოგეთხოვება, აი შენ შეცდომაზე. ენერგიას არ ხარჯავ. ცხადია ხო, ანუ შეგვიძლია შენ შვილს რომ არასწორად ურჩიო, პასუხი მოგეთხოვება, იმიტომ რომ შვილი გეტყვის რომ მამა რატომ ერჩიე ეს რაღაცა სიგიჟე. ავადმყოფთან რომ სულელე ჩაიდინო, ავადმყოფი მოკვდება და მისი ჭირის უფალი მოგთხოვს პასუხს რომ ეს სიგიჟე რატო ჩაიდინე, პირობითად. აქ პასუხს მოთხოვნი არავინა. ხო, გზაზე რომ მიდიხარ, უცბად რომ გადახვიდეს მეორე გზაზე ვიღაცა დაგარტყამს და ამით მოგეთხოვება პასუხი, მაგრამ აქ ანუ შენი სისწორე არასისწორეც კი ვერ მოწმდება. აი მაგალითად 4-5-9-25-ის ამომრჩევლებს ამ აგერ მოხდა არჩევნები. აგერ ხდება ის ახლა ხდება და ისინი ხო არც აღიარებენ. ჩვენ ხო მე ხო ველოდებოდი რომ მონანიებულ საზოგადოებას, რომელიც გამოვიდა იტყვის შემეშალა. აი ამ გიჟებზე ხმა არ უნდა მიმეცა. მაგრამ ხო არ ჩანან. და იგივე რომ მოხდარიყო სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, სადაც ასე ცხადად ყოფილიყო შეცდომა. აი რავი, ფეხბურთელმა რომ ბურთფეხი ააცილოს და სხვა საბრალებდეს. ხო ეგ დაემართა ქართველ ამომრჩეველს, ბურთფეხი ააცილეს. და ანუ თავისთან სხვა რაბრალებს არავინ. ანუ 4-5-95 ხაზავდა და 41 კიდე ამას 97% რო ბიზნეს მიცეს ხმა. აი ეგ შეგვეშალაო. ხო არავის არ მოთხოვს. პირიქით. აგერ მოდიან არჩევნებზე მიიღო მონაწილეობა, არ მიიღო მონაწილეობა, ყველა აზრს გამოთქვამს, იცის, არ იცის, უფიქრია, არ უფიქრია ამ თემასთან დაკავშირებით. ამიტომ არის ეს პროფესია რთული, რომ აქ არ მოეთხოვება ვიღაცა სულელს, რომელსაც ზუსტად იმდენი ხმა აქვს, რამდენიც მე. სიტყვებზე პასუხი არ მოეთხოვება, იმიტომ რომ ფიქრობს, რომ ამით არაფერი არ შავდება კონკრეტულად. შავდება ის, სადაც რო ახლა ცხოვრობთ, ამ უწოდინრობის შედეგად აქ. არ ფიქრობს არაფერზე და წახალისა ამ ვითომ და უფლებამ, რომელსაც ქვია საყოველთაო არჩევნებში მონაწილეობა და არანაირი უფლება ეს არ არის. ეს არის პრივილეგია შინაარსობრივად. და პრივილეგია არ შეიძლება ვრცელდებოდეს ისე როგორც უფლება. ესმის იმიტომ რომ აი თუ ადამიანის უფლება არის სიცოცხლე, უფლება არის საკუთრება, უფლება არის თავისუფლება. ეს არის უფლება. და ასე ანუ ამას იყენებს პატარა ბავშვიც.
რაც მე ჩამოვთვალე, საკუთრება შეიძლება მას კონდეს, თავისუფლება შეიძლება მას კონდეს, კიდე უნდა კონდეს, სიცოცხლე მას უნდა კონდეს. და მას აი ამ პატარა ბავშვს ხო არ ტენის შენ არჩევნებში მონაწილეობას. ხო არ ამბობ რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ესე იგი თუ ამას არ აქვს ამ პატარა ბავშვს ეს უფლება, ესე იგი ეს არ ყოფილა უფლება, შინაარსობრივად. არა, სხვათა შორის უფლება ტერმინი უფლება ძალიან არასწორად გამოიყენება და თუ ისე გავყოთ პოზიტიური და ნეგატიური უფლებებად, ეგ პოზიტიური უფლება გამოდის. არა, პოზიტიური უფლება არ არის, შინაარსობრივად. უფლება არ არის სინამდვილეში, ხო? ასე რომ ეს პრივილეგია და არა უფლება. როგორ შეიძლება ადამიანს განუმარტო, რას ნიშნავს ეს პოზიტიური და ნეგატიური უფლება და რანაირად შეიძლება გაყოდათ აუხსნა ეს ცოტა რთულია. არა, მარტივია, უბრალოდ დაფიქრება უნდა. ეგ შენთვის არის მარტივი. არა, აი ყველასთვის მარტივი იქნება თუ მოისმენს. აი დაფიქრდით უფლება არის ის რომელიც შენ გაქვს და შენ ამ უფლების რეალიზაციისთვის ჩემი დანახარჯები არ არის საჭირო. მე არაფერი არ მომეთხოვება. ნოდარის აქვს საკუთრების უფლება, ნოდარის აქვს იმისი სიცოცხლის უფლება, ნოდარის აქვს თავისუფლების უფლება, მე არაფერი არ მომეთხოვება ამისთვის. მაგრამ ჩვენ თუ დავამატებთ რომ ნოდარის აქვს ჯანმრთელობის უფლება და მას გავიგებთ ისე რომ სახელმწიფო უნდა უმკურნალოს ნოდარის, ეს არის პოზიტიური უფლება. ამ დროს მე უნდა წამართვა ფული, უნდა მიცენ ნოდარის ექიმს. აი ეს განსხვავება არის. ნეგატიურია უფლება, როდესაც რაღაც აქვს ნოდარის და ის ჩემგან ხარჯებს არ მოითხოვს. პოზიტიურია უფლება, როცა რაღაც აქვს ნოდარის და ეს მე უნდა დავაფინანსო. და მე თუ ეს მე ხო ნოდარის და ვალი არ მაქვს. თუ ეს არ უნდა დავაფინანსო, ესე იგი ეს უფლება კი არა, ეს ყოფილა პრივილეგია, რომელიც მიენიჭა ნოდარის ჩემს ხარჯზე. ხო, უფრო მარტივად რო ვთქვათ, ნეგატიური არის უფლება, რომელიც სხვა ადამიანისგან მოითხოვს არ მოქმედებას, არ მოქმედება ნიშნავს, რომ არ მოკლა, არ გაძარცვა, არ წაართვა რაღაცა, არ უნდა გააკეთო, ხოლო პოზიტიურია უფლება, რომელიც სხვისგან მოითხოვს რაღაცა დანახარჯებს. ეს ადვილია თითქოს, მაგრამ სამწუხარო და გასაგებად არც ადვილია. ამიტომ აი ის ადამიანებმა რა თქვა, აი არსებობს განათლების უფლება, არსებობს კაცო. განათლების უფლება არის ნოდარი არ მოვიდეს და არ მცემოს სკოლაში შესვლის წინ, ან არ დამიშალოს იქ შესვლა სკოლაში. კი, მართალია. სადაც მე მინდა იმ სკოლაში შევიდე, რომელიც მე მინდა იმ მასწავლებელთან მივიდე, ეს არის განათლების უფლება. ჭამის უფლებაც არსებობს. ჭამი რამდენიც გინდა, პრობლემა არ არის, მაგრამ არავინ ავალდებული გაჭამოს, ხო? ხო, თქმა უნდა. ძალიან მარტივია. ეგ მე მგონი ერთ წინა გადაცემაში ვთქვით ამ თემაზე. ეს თავისუფლების ნაწილია, ნახე, თავისუფლება, როცა ამბობ ადამიანს აქვს უფლება, საკუთრება, სიცოცხლე თავისუფლება, თავისუფლების ნაწილია განათლების უფლება. ოღონდ არა მაშინ არა, როცა მე ითხოვ რომ მეწამართვა ფული და მასე დააფინანსო. მაგრამ შენ სადაც გინდა ისწავლე, ეგ თავისუფლების ნაწილია. ანუ ცალკე განათლების უფლება კი არ არის, თავისუფლების უფლების ნაწილია. თავისუფლების ნაწილია. თავისუფლების ნაწილია ბევრი უფლება, რომელიც სინამდვილეში ცალკე უფლებებად არის გამოყოფილი, მაგრამ ახლა ცოტა დავშორეთ მე მგონი იმ საკითხს ჩვენ ძირითადად საკითხს რაც ის არის და ნუ არჩევნებზე შეგიძლია უფრო არჩევნებზეც შეიძლება ეს ვთქვათ. ხო. ანუ ზუსტად ჩემი უფლება არის პირობითად ის რომ არჩეული ვიყო სადღაც პირობითად რაღაცნაირად თუ ეს თუ ხალხი მირჩევს ესე და მეორე ავირჩიო ვიღაც ადამიანი ისა რა ქვია და მაშინ ხელი არ შემეძლო საარჩევნო უბანთან ვიღაც არ დამხვდეს. კი, მასე შეიძლება მიყენება, მაგრამ სხვა მომენტია მე ჩემი გადაწყვეტილებით მე ზემოქმედებას ვახდენ სხვა ადამიანებზე, რომლებსაც სულაც არ კონდათ იგივე ასე ვთქვათ. ხო, იცი როგორ არის უფლების რეალიზაციისთვის ყოველთვის რაღაც არის საჭირო. ანუ ჩემი უფლება არის მაგალითად რა ვიცი, იმაში რა ქვია, დავისვენო სადაც მინდა. თქვათ პირობითად. გავერთო სადაც და მაგ დისნეილენდში ხო არ დავდივარ, ხო ვერ დავდივარ. ანუ რაღაც კრიტერიუმების დაკმაყოფილება, რაღაც უფლების სარეალიზაციოდ ასევე საჭიროა. მე რო უფლება მაქვს აპრიორი არ ნიშნავს იმას, რომ ამის რეალიზება მოხდება. ეგ შესაძლებლობის ამბავია. ხო, შესაძლებლობა მაქვს ეს გავაკეთო. აი კიდე ხაზი მინდა გაუსვარო მაყურებლებმაც არ ვიცი, გაიგონა რასწორი სიტყვა, ალბათ გაიაზრონ, შეიძლება დაფიქრდნენ. ასეთი რაღაცა მე მაქვს უფლება გავაკეთო რაღაცა ნიშნავს რომ მე მოქმედებ ხოლმე ჩემი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ვაკეთებ რაღაცას და ვნებას არ ვაყენებ სხვას. ეხლა ვახსენე პურის ყიდვა. მე მაქვს უფლება ვიყიდო ის პური რომელიც მინდა. მაგრამ ცუდი პურიც რო ვიყიდო, დაუშვათ
გაფუჭებული ხორცზე რო გადავეტანოთ, რო ვიყიდო, ამით მე სხვას არ ვნებ არაფერს. თუ ვავნებ ჩემ თავს. მაგრამ როდესაც მე არჩევნებში ხმას ვაძლევ და ვირჩევ, დაუშვათ არასწორად დაუშვათ ჰიტლერს ვირჩევ, ამით მე სხვა ადამიანებს ვნებ. და ზუსტად ეს არის პრობლემა, რომ არჩევნების უფლება, თლად უფლებად განხილვა, ანუ თავისუფლების ნაწილად განხილვა, თლად სწორი არ არის. რას გულისხმობ? ანუ არჩევანის უფლება შენ გააქვს, რა თქმა უნდა, აირჩიე რომელი პურიც გინდა, რომელი ხორციც გინდა. შენი უფროსი ვინც გინდა, ის აირჩი, ვისთანაც გინდა, იმასთან იმუშავე. მაგრამ შენ თქვა, რომ ეს კაცი მინდა ჩემი უფროსიც იყოს და შენი უფროსიც იყოს. არა, ეგ სხვა რამეა. აი ეს უფლება არ არის. ეს არ არის, ანუ ეს არ არის ეგეთი უფლება არ არსებობს. ხო, მაგას ვამბობ, მაგრამ არჩევნები ზუსტად მაგას ნიშნავს. შენ არჩევნებისას ირჩევ ადამიანს, რომელიც შენი უფროსი კი არ არის მარტო, იმის უფროსიც არის, ვისაც ის არ აურჩევია. არა, არჩევნების შემთხვევაში თან მithumetes დღევანდელი გაგებით არჩევნების შემთხვევაში აქ ბევრი რამე, ანუ ეგეთი უფლება რომ მე მართოს მიშამ, ან მე მართოს გრიშამ, ეგეთი უფლება არ არსებობს, მაგრამ უფლება შეიძლება იყოს რომ მე გამოვხატო ჩემი სურვილი ამასთან დაკავშირებით, გავაკეთო, რაც შემიძლია ამასთან დაკავშირებით. მაგრამ არჩევნები ზოგადად არჩევანი ზოგადად პრივილეგია თავისი შინაარსით. და რა უფლება. მაგრამ იცით რა არის კიდე საინტერესო, მეგონა ეს მაყურებლისთვის ასევე საინტერესოა. იმ პერიოდის დემოკრატიები, როდესაც რა პერიოდზე ჩვენ ვლაპარაკობთ და და დღევანდელი დემოკრატიები თავისი შინაარსით განსხვავდება ერთმანეთისგან ბიუროკრატიის სიდიდითაც. ძველი ათენის ბიუროკრატია, ძველი იმისი რა ქვია, საბერძნეთის ბიუროკრატია, მე-19 საუკუნის ინგლისის და ამერიკის ბიუროკრატია თუნდაც ბევრად უფრო სხვანაირი და ბევრად უფრო პრიმიტიული და მარტივია და ბევრად უფრო მეტად ჩანს ჩემი როგორ გითხრა, ნება და ძალისხმევა ამ ტიპის არჩევნებში. ვიდრე დღევანდელ არჩევნებში. გადასახადებიც ბევრად ნაკლები იყო, მაშინ დღეს სასწაულად ბევრი. არა, ეს ცალკე თემაა კიდე, მაგრამ არა, ბიუროკრატიის გაზრდა ზუსტად ეგ უწყობს ხელს, როცა შეუძლია. კი, ეს თავის ცხადია, მაგრამ არჩევნების კონტექსტში რისი თქვა მინდა იცი რომ მოქალაქის ქმედებას აი რაღაცას მე ქმედებას ჩავდივარ, შემიძლია თუ არა მივაყოლო ის რომ აი ყურადღება რომ ამ ჩემს ქმედებას რა შედეგი მოყვება. ეს ბევრად უფრო მარტივი დასანახია იმ პერიოდის პრიმიტიულ მოწყობებში. და ძირითადად ეს პრიმიტიული მოწყობები იყო თავისი შინაარსით ფართო ადგილობრივი თვითმმართველობები. იმიტომ ტექნიკურად სხვანაირად ვერ იქნებოდა ცენტრში მასეთი ხელისუფლება, როგორც დღევან მე-20 საუკუნეში ვიღაცის ხელში ჩავარდა, არასდროს არ არსებობს. შეუძლებელი იქნებოდა მართლა მაშინ ასეთი. ამიტომ ამ ტიპის დემოკრატიის მუშაობისთვის აუცილებელია ძლიერი ადგილობრივი რესურსები. ანუ აი შენ უნდა იყო უშუალოდ აი ხალხთან უნდა იყო მიბმული. ხალხი 20 წელიწადში ერთხელ მიდის, ვიღაცას ირჩევს. შინაარსობრივად ვიღაცას ირჩევს. ეგ არაფერში არ წერია. ანუ 20 წელიწადში ერთხელ შენ ირჩევ, აი შენთვის ეს არის რაღაცა ტიპის პროცედურა, შენ ვერც კი ხვდები, რომ ამ პროცედურას რა შედეგი მოყვება. შენ როცა ადრე იყავი, ვიდიოდი აგორაზე პირობითად და იქ რაღაცას ხარს უჭერდი, ხელს ოწევდი სტადიონზე. იქ შენ ზუსტად იცოდი, რომ აი იქვე ხედავდი შენი ქმედების შედეგს. ვიწრო წრეს ეხებოდა ადამიანების ეს. და პრინციპში აი რაღაცა ცუდი ხდებოდა, არ ხდებოდა ცუდი, რამე კატასტროფულ შეცდომას უშვებდით, არ უშვებდით შეცდომას. ამის გადაზღვა მაგ ტიპის თვითმმართველობის გაძლიერების შემთხვევაში ბევრად უფრო მეტად არის შესაძლებელი, ვიდრე დღევანდელ შემთხვევაში. ხო, თითქოს მასია. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სოკრატე სწორედ მასეთი კენჭისყრით დასაჯეს სიკვდილით თავის დროზე. არა, ეგ ისიც გავთლა და არა, ნახე, ეგ არაფერ შუაში არ არის დემოკრატიასთან. ნახე, ეგ სხვა საკითხია საერთოდ და ამიტომ მასეთი ტიპის აღრევა ერთმანეთთან არ შეიძლება. შენ რაც არ უნდა დემოკრატიული ქვეყანა იყო, შენ არ შეიძლება ხმათან უმრავლესობით რაღაც საკითხები გადაწყვიტო. სოკრატეს შემთხვევაში შეცდომაა ეს და რა ვიცი, არა სოკრატეს შემთხვევაში შეცდომაა. მტყუან მართლის გარჩევა. ადამიანი მტყუანია თუ მართალია, ამის გარჩევა არ ხდებოდა დემოკრატიებით. ამის გარჩევა ხდებოდა ყოველთვის სასამართლოებით. და როდესაც შენ დემოკრატიით წყვიტავ ადამიანი დამნაშავეა თუ არ არის დამნაშავე, გავასახლოთ თუ არ გავასახლოთ, ეს სხვა ტიპის პრობლემა არის. ეგ საერთოდ დაუშვებელი. ეს საერთოდ დაუშვებელია, მაშინაც დაუშვებელი იყო ეს და ჩემი აზრით კაცობრიობას სოკრატეს მაგალითი არ ეყო ამისთვის და ქრისტესაც იგივე უქნა. ანუ
დემოკრატია პირდაპირი გაგებით ტყუან მართლის გასარჩევად რო არ შეიძლება, ქრისტიანებისთვის უნდა ცაზე უნდა ეწეროს. იმიტომ რომ თუ რამე ვქენით დემოკრატიული წესით რამე დავაშავეთ. მსხვერპლი ნომერი 1 დემოკრატიის თავარი არის ქრისტე. და იმან ქრისტემ თავისი სიკვდილით წესით უნდა გვაჩვენოს, რა საშინელებაა დემოკრატია. უმრავლესობა როცა ბრბოწყვიტავს ვინ არის მართალი და ვინ არ არის მართალი. და წარმოიდგინეთ რომ სოკრატეს შემთხვევაშიც აი სოკრატემ ვერ დააზღვია ქრისტეს შემთხვევა და ქრისტემ ვერ დააზღვია უამრავი სხვა შემთხვევები, მაგრამ უამრავი დააზღვია. და თუ რაღაცა მართლა ქრისტიანულ საზოგადოებებში არსებობს აი აკრძალვა იმისი რომ მოდი უმრავლესობით არ გადავწყვიტოთ ვინ დანაშავეა და ვინ არ არის დანაშავე. ამის მაგალითი ქრისტეშია. შეიძლება მასე შევხედოთ კი და გარკვეულწილად ხელი შეუწყო იმ სისტემას, როდესაც სასამართლოს გამოყოფა მოხდა დანარჩენ. ხო, ცხადია, იმიტომ რომ შენ ხვდები რომ ამ ტიპის ტყუარ მართლის გამრჩევი არ შეიძლება იყოს გაბრაზებული ადამიანები. ხო, მაგრამ თუ ეს სასამართლოსთვის სწორია, სხვა შემთხვევაში შეიძლება სწორია, ხო? არა, თავისთავად ცხადია, სასამართლო შინაარსობრივად ნიშნავს საღაზრს. კი. აი, ანუ საღაზრს, რომელმაც უნდა დაიცვას ადამიანი ბრბოსგან. ხო, ამას ნიშნავს ეს. რომ აი მაგალითად ძალიან კარგი მაგალითია ფაფდედის შემთხვევა, ახლა მაშინ ამერიკაში რაც ხდება. მთელი სამყარო ზოგადად ამბობდა, რომ ეს კაცი არის დამნაშავე, ამაში არის ტრაფიკინგი, ისა. მაგრამ ამერიკის სასამართლომ ფაქტობრივად ყველა ძიმე ბრალდებაში გაამართლა მიუხედავად უამრავი საზოგადოებრივი ზეწოლისა. თბილისში რო გაგეჩერებინა ვიღაცა რიგითი ლიბერალი, რომელსაც თავი განათლებული მოაქვს, ჭკვიანი ეს გონია, ის გეტყოდა რომ აუ ბევრი წელი ციხეში ნახე რა უკნა ამას, ნახე ისა ბავშვის ზეთები უპოვეს და მთელი ეს გიჟობები. მაგრამ სასამართლომ და მაგიტომაც არის ის სასამართლო, რომ აი ამ ემოციების მიღმა უნდა იმსჯელოს. არის თუ არა ძალადობა ამ ქმედებაში, პირველ რიგში არის თუ არა ძალადობა. არის თუ არა რაღაცა ისეთი მიუღებელი საზოგადოებრივი მორალზე და საზოგადოებრივი წესრიგზე, რომ დანაშაულის შემადგენლობა უნდა იყოს, რომ დანაშაულის შემადგენლობა აღოთ აი ისეთი კი არა, რომ რამდენადაც ამბობდნენ, რომ აი რაღაცა ეს ვნახეთ, ის ვნახეთ, იმაში ორგიებს აწყობდა, რაღაცა ამას შვებოდა, იმას შვებოდა, ანუ საერთოდ სხვა ტიპის მსჯელობა ჭირდება. უცბად რომ ამერიკელი ამორჩევლისთვის უმრავლესობით გადაგეწყვიტა ეს ასეთი ადამიანი, რომელსაც ასეთი პიარი აუგორეს. ამ ციხეში უნდა წავიდეს თუ არა, გიჟობას მივიღებდით. კი, ხადია. წარმოგიდგენთ რომ აი სასამართლოში ხო ეს დავაზღვიეთ ასეთი ფორმით. ახლა მეორე საკითხი როგორ მუშაობს, იმიტომ რომ კორონაზე ვერაფერი ვერ იმუშავებს. კორონა ჩემთვის იყო საყოველთაო დემოკრატიის ზეიმი. აი რასაც ნიშნავს ბოროტება საყოველთაო დემოკრატიის, ჩვენ ეს ვნახეთ კორონაზე. რომ ადამიანებმა გადავწყვიტეთ რომ კურნალობის საუკეთესო მეთოდი იყო იძულება. რაც არასდროს აქამდე არ მივსულვართ, ხო? ისა ერთი მეგობარი ყავს იტალიელი პროფესორი, რომელიც ამბობდა, რომ კორონას შეზღუდვები რო დაიწყო იმაში, რა ქვია, ჩინეთში, იტალიური პრესა გულდაწყვეტით წერდა, რომ ნახე რა კარგად იქცევიან ჩინეთში, რომ ამის შეზღუდვას აკეთებდა სამწუხაროდ ეს ჩვენთან ვერ მოხერხდებაო. სამწუხაროდო. თურმე აღმოჩნდა რომ ძალიანაც კარგად მოხერხდება და ალბათ დაკმაყოფილდა იმათ სურვილი, მაგრამ სამწუხაროა რომ ეს ხერხდება და შესაძლებელია დემოკრატიებში. კარგი, მოდი ერთი ბოლო კითხვა მინდა და ბოლო საკითხი მინდა დავსვა ახლა, რომელიც ამ საკითხებთან დაკავშირებულია და ამ საკითხთან კავშირში არის განსახილველი. და ამით ალბათ უნდა დავამთავროთ. ერთი სიტყვით არიან ადამიანები, არც თუ ცოტა, შეიძლება უმრავლესობაც, რომლებსაც უბრალოდ არ უნდა თავისუფლება. რანაირად შეიძლება ამ სიტუაციაში დაზღვეული იყოს თავისუფლების მოყარე ადამიანი იმ ადამიანებისგან, რომლებიც უმრავლესობით ირჩევენ არათავისუფლების გზას. იცით როგორ არის რომ მე ზოგადად ანუ ხო გითხარით რომ ანუ ხმის უფლება სულ პრივილეგია იყო ეს გახადეს კონსტიტუციების დონეზე უფლებად ანუ ჩაიწერა უფლებად მან ეს შეიცვალა ხო რაღაც თვალსაზრისით ეს ვიღაცის პრივილეგია იყო ვიღაცამ გახადა უფლებად სანამ იმ ხალხს რომელსაც არ აინტერესებს პოლიტიკა იმ ხალხს ჭკუას ვკითხავთ და ისინი იქნებიან უმრავლესობაში გადამწყვეტლების მიღები ეს სულ პრობლემა იქნება.
ამის დამზღვევი რაც უნდა ყოფილიყო, რაც მე წეგან გითხარით, რომ ის რომ ხალხი დაინახავს, რომ ქვეყანაში ყველაფერი ცუდად იქცევა, ამიტომ აზრზე მოვა, ესეც გაბლარულია იმითი, რომ ვიღაც ხალხი ვისაც ხმისუფლება მოეცით, ვაფშე ვერასდროს ვერ მოვა აზრზე. საერთოდ არასოდეს არ შეიხედავს დეტალებში. მაგრამ სასამართლო გადაზღვა უნდა იყოს სასამართლო, მაგრამ კორონამ მე მაჩვენა, რომ სასამართლოს იმედით საკუთარ დემოკრატიას ვერ აზღვევს სასამართლო. ეს სასამართლო იქნება იმიტომ არსებობდა თავის დროზე, მას შეეძლო არა საკუთარ დემოკრატიის გადაზღვევა. არამედ მას შეეძლო იმ პირობებში, სადაც მაგალითად იგივე ლიდერს რო აირჩევდი, შეგეძლო მისი გადაყენებაც, ანუ ეგრეთ წოდებული მოკვეთ ოსტრაკიზმი ერქვა. ესეც ხო შეგეძლო, ანუ რაღაც თვალსაზრისით ეს შეგეძლო გაკეთებინა, აირჩევდი, ცუდ რაღაცას გააკეთებდა, შენ ქონდა ბერკეტი, რომ არათუ გადაგეყენებინა ის. ანუ საერთოდ მოგეკვეთ ამ თემიდან, რომ ცუდად გააკეთებდა. ხო და დღევანდელ პირობებში შენ როდესაც სრული ძალაუფლება მიეცი ცენტრალიზებულ მმართველს, რომელსაც შენ არჩევინებ არა გააზრებულ ადამიანებს და მესაკუთრეებს და ასე შემდეგ, ის 10%-ია ამ თემაში. ხო, დანარჩენ ადამიანებს ცნობიერად, უკვე ცნობიერად, სულ არ აინტერესებთ ის, რაც შენ გინდა. არამედ ნახე აძლევ ადამიანებს, რომლებიც ზოგი სახელმწიფო სუბსიდიას ეზის. რაღაც სხვადასხვა ინტერეს ჯგუფებს, რომლებიც ძალიან მარტივად პოპულისტურ რაღაცაში მოექცევიან, როგორც არის გლობალური დათბობა, მწვანეები, ესა, ანუ სხვადასხვა ტიპის ადამიანები, რომლებიც შენ twins ბურღავენ სისულელეებით, მაგრამ შენ ცხოვრობ სხვა სამყაროში. სხვა რაღაც მანქანის ხელოსანი ხარ, ფიზიკოსი ხარ, ქიმიკოსი ხარ. არიცი აქ რა ხდება. მაგრამ მოდის ვიღაცა აქტივისტი, რომელიც გეუბნება, რომ სხვაზე მონდომებულია და გარწმუნებს, რომ აუცილებლად წადი არჩევნებზე. თორე შენი ხერხები ქვეყნის მოღალატე. არა და აზრზე არა ხარ, ხმა რატო უნდა მიცე, ვის უნდა მიცე და ძალით გადენინებენ ქვეყნის ღალატს, იმიტომ რომ თუ არიცი რა არის სწორი და ამას აკეთებ, ანუ აი თვალს ხუჭავ და არიცოდე, მაგალითად პაციენტს რა ჭირდება, არიცოდე, თვალდახუჭული აკეთებდი ოპერაციას. ეს ხო ამ პაციენტის ინტერესების ღალატი იქნება. შენ ხოთოსანი ექიმი მაგას არ გააკეთებ. ანუ შენ ხარ პირობითად, რა ვიცი, ნევროპათოლოგი და ქირურგიულ ოპერაციას გაკეთებინები. არა, ადამიანებო, უნდა წარმოიდგინოთ, რომ დაუშვათ თქვენ დაგავალეს, თქვენ ახლობელს გაუკეთოთ ოპერაცია და ამ დროს თქვენ ექიმი არ ახართ. ხო, ექიმი არ ახართ. აი პატიოსანმა ადამიანმა ხო უნდა თქვას უარი უბრალოდ. ხო და წარმოიდგინე, ასეთი პატიოსანი ადამიანები პოლიტიკური არჩევანის შემთხვევაში არ არსებობენ. გესმით, ანუ თქვენ ვერ აუხსნით ვერავის, რომ თქვენ არ ხართ პატიოსანი, იმიტომ რომ რავი, ახლა აი არსებული წესრიგი თქვენ შეინარჩუნეთ, თქვენ მიეცით ამას ხმა, ვიღაცას ეუბნები რა ამას. არ ხარ შენ პატიოსანი და აბა ეს რა შესამარჯუნებელი იყო. და შენ ის ვერც კი ხვდება რა შეუბნები. ის არც კი ესმის რომ ერთხმას რამე შინაარსია, არც აქ ერთხმას საზოგადოებრივ მენტალობაში იმდენად გამჯდარია არჩევნებში წასვლა ვალდებულება თითქოს თითეული ადამიანის, რომ ვერ წარმოუდგენიათ როგორ შეიძლება ეს იყოს არასწორი გზა დაუშვათ არ წასვლა. ეს წასვლა არჩევნებზე. ხო და აი საქმე მაგაში მდგომარეობს, როცა არიცი რაღაცა და არ შეგიძლია უარის თქმა არის უფრო სწორი ვიდრე სხვა რამე. ხო და მე არ მჯერა რომ ხალხი ამაზე უარს იტყვის. მე ერთადერთი ისიც მჯერა ამ არსებულ საყოველთაო დემოკრატიის პირობებში მართლისის მჯერა არის ის, რომ ეს მასა მაინც ასე თუ ისე ივლის უფრო ჭკვიანების შკუაზე. სამყაროს თუ ხო ვიცით რომ 1% მართავს. მე მაინც მჯერა რომ ამ ჭკვიანი 10%-ის ეს შედარებით აზრიანი პასუხისმგებელი, რომელსაც ბუნებრივად ნიჭი დაყვება რომ პასუხისმგებელი იყოს რაღაცაზე. თუ რაღაცა იდეის გარშემო შეიკურება, მაშინ შეიძლება მოხდეს ეგ, მაგრამ ეს იდეა შეიძლება იყოს როგორც კეთილი, ისე ბოროტი იდეა. კი, მაგრამ ნახე როგორ არის ამ რაღაცა რთული იდეების გარეშე საზოგადოებას ისევ და ისევ შეკვრა უჭირს. მაგალითად, როცა არის მარტივი, მაგრამ ძლიერი იდეები, მაგალითად დამოუკიდებლობა. ყველას გვესმის, რომ მარტივია ეს იდეა გასაგებად, ძლიერია ყველგან თელ სამყაროში ეს იდეა და ამას ადამიანები მოყვებიან. მაგალითად, თუ იდეა არის ის, რომ მოდი ვებრძოლოთ კორუფციას, თქვათ, და ცხადია კორუფცია. რაღაცნაირად გასაგებია ეს იდეა რა. მაგრამ შენ როგორც კი შედიხარ დამაურო თავისუფალი საზოგადოება ავაშენოთ, თავისუფალი სასამართლოთი. ვერ ახსნი. დაბალი გადასახადებით და ასე შემდეგ. ეს უკვე იმდენად კომპლექსური იდეაა, რომ აი ან შენ გენიოსი უნდა იყო, ანუ თუ ხარ შენ შოთა რუსთაველი, თუ ხარ ბევრად უფრო ღრმა იდეებს ახსნი, კაცო. განა პრობლემა ამაში. უბრალოდ შოთა რუსთაველი არ აურჩევიათ მის შესახებ არაფერი არ ვიცით, პირიქით დავსდევდით. მოსაკლავად. ან არ ვიცი, რა ვქენით, კაცმა არ იცის კიდე. და წარმოიდგინეთ, რომ აი რთული იდეების გატანა შეუძლებელია მასის იმედად. რთული იდეები შეიძლება მხოლოდ ელიტარული ჯგუფების
იმედად გაიტანო რომ აი ესენი დანარჩენებს აუხსნიან, მაგრამ როდესაც ვიღაცა მოდის ხელისუფლებაში, პირველი ხომ ამ ელიტარულ ჯგუფებს ისვამ ჯიბეში. ესენი არიან ბიზნესმენები პირობითად, რაღაც პერსპექტიული ტიპები, რომლებიც ბიუროკრატიაში რაღაც დასაქმდებიან და მე კაი წურბილები გამოდიან პირობითად. ანუ აი რაღაცნაირად ვისაც მიხვედრას უნარი აქვს, იმ ადამიანების დიდი ნაწილი სისტემისკენ მიდის. საერთოდ არ მიდის სისტემის წინააღმდეგ. ეგ ცალკე სერიოზული პრობლემაა, რომ საზოგადოებას მიდრეკილება აქვს ქრონიზმისკენ და ქრონიკაპიტალიზმს არ ვამბობ ხოლმე სპეციალურად, მაგრამ ქრონიკაპიტალიზმი დასახელება ჯობია ვიხმაროთ ქრონიზმისკენ მიდრეკილება იმდენად ბუნებრივია და შევხედრიო ადამიანებს, რომლებიც ვერ ცნობიერებენ რას ნიშნავს ეს თავის თავად რა. ნუ საქართველოს რეალობა კიდე სხვა არის, იმიტომ რომ ჩვენ საბჭოთა ქვეყანა ვიყავით ყოფილი. ტრადიციები რაც ხონდა ყველაფერი დავკარგეთ. შეგვტენეს ახალ-ახალი ტრადიციები, რომლებიც ვაფშე არაფერში არ იყო ჩვენთან და რაღაცა სადღეგრძელოების თანმიმდევრობა არის დღეს და რაღაცა უშინაარსო სიტყვათა ერთობლიობა, სადაც იმ ადგილას, სადაც პირობითად ტრადიცია იყო, რავი, ტრაფარეტული სიტყვები. ხო, ტრაფარეტული სიტყვების ერთობლიობა, ნაცვლად რაღაცა დალაპარაკებისა და ადამიანების აზრთა გაცვლა, გამოცვლისა. ანუ უბრალოდ შეგვიცვალეს, ანუ ფაქტობრივად დნმ-ი შეცვალეს კომუნისტებმა ამ საზოგადოების. ხო და ჩვენ მქონდა ერთი რამდენიმე წლიანი შანსი, რომ ქაოსი იყო და მე ამ თვალსაზრისით ქაოსს ვაფასებ 90-იან წლებსაც, ამიტომ ვაფასებ, რომ ის 90-იან წლები რაც უნდა ცუდად შევახსოვდეს. ყველაზე კარგი წლები იყო იმ გაგებით, რომ რამე შეიძლებოდა მივხვედრილიყავით და საერთოდ 90-იან წლებში ხალხი რაღაცას მიხვდა, მაგაზე მეტი ხალხი არასდროს არაფერს არ მიხვედრილა ამ ქვეყანაში. ყველაფერი მათ ჩემ თვალწინ გაიარა 40 წელია. ბოლო სოლიდარობის მნიშვნელობას მივხვდით, ერთმანეთს ვაჭმევდით ამ პერიოდში, ერთმანეთს ვეხმარებოდით. და რა, მოვიდა მიშა და საბოლოო ცადა აღედგინა საბჭოთა კავშირის ვერტიკალი და ბიძინას მოაჯდა ამ ვერტიკალს. და ჩვენ ხო ფაქტობრივად 90-იან წლების მერე მიხვედრა აგვიკრძალეს. მე ხო სულ ადამიანების თავისუფლებას ითვისებს თავრობა. 90-იან წლებში ქაოსის შედეგად მივიღეთ რაღაც ტიპის თავისუფლება, გამოხატვის იქნებოდა ეს თუ სხვა რაღაცა. დაიშალა რაღაცა სისტემა და მე მიშას და ბიძინას მოღვაწეობა არის კომუნისტური სისტემის აღდგენაზე მუშაობა. ნუ შევარდნაძემ დაიწყო ეგ და ჯერ კიდე მაგრამ არა შევარდნაძემ ცადა რა თქმა უნდა მაგრამ შევარდნაძის ხელში მასეთი ძალაუფლება არ ყოფილა ძალაუფლება ვერ შეძლო უბრალოდ ხო იმდენად ვერ შეძლო ძალაუფლება მე ყველა ცდილობდა იმიტომ რომ არავის სხვა არაფერი არ იცოდა ყველა მეცოდა კომუნისტების დროს ვერტიკალი როგორ აღედგინა როგორ მუშაობდა პროკურატურა სასამართლო პოლიცია ერთმანეთთან ისე რომ თავისუფლება ადამიანებს შეეზღუდათ და ჩვენი 30 წლიანი ისტორია სინამდვილეში არის სახელმწიფო ბრძოლა ადამიანების წინააღმდეგ რომ შეზღუდოს მათი თავისუფლება და მე ამ არსებულ სიტუაციაში ერთადერთი სწორი ის მგონია რომ ადამიანები რომლებიც რამეს მიხვდებიან მორალურად ვალდებულები არიან რომ საჯაროდ ილაპარაკონ რომ თავისუფალი საზოგადოება არის ღირებულება და თქვენ აი რაც წარმოგიდგენიათ ხალხო რომ რაღაცა ჩვენ უნდა გქონდეს მოწესრიგებული გაგებით რომ ადამიანებს არაფრის უფლება არ ქონდეთ ყველაფერი აკრძალულიყო დღეს რაც ხდება რა არ მოგწონს აკრძალოთ აკრძალოთ ესა ზუსტად მაგას ვამბობდი ბოლოს საკითხზე რომ ადამიანებს უმრავლესობას თავისუფლება არ უყვარს არ უნდა არც თავისთვის არც სხვისთვის სხვისთვის რომ მაგასაგებია თავისუფლება ეშინია იმიტომ რომ პასუხისმგებლობას გულისხმობს არა ეშინია მათ შორის საკუთარ თავთან ანუ ადამიანი რომ წარუმატებელია რომ ცხოვრება ყველა დახარჯა ეს ხო ვიღაცას უნდა დააბრალოს მე ვიყავი სულელი და დრო დავკარგეო ამას ხო არ იტყვის ამას არ იტყვის ამიტომ ნაცვლად იმისა რომ ადამიანს რაც დარჩენილა ის რომ მაინც გამოიყენოს რჩება ისე მსხვერპლის როლში უნდა ეს მსხვერპლობა იმიტომ რომ მსხვერპლობა არის თავშესაფარი ადვილია ხო თავშესაფარია მსხვერპლი ვარ რა მე ჩამე მაგ მეთოდს სხვათაშორის ცნობიერად თუ კეთნობიერად ბევრი იყენებს ბევრ სხვადასხვა სიტუაციაში არის უმრავლესობა იყენებს ამას სამწუხაროდ ამაშია მთელი ამბავი და შენ როდესაც ეუბნები რომ იცი რა მე მოვდივარ თავისუფლების იდეით თავისუფლება მათ შორის ნიშნავს იმას რომ პასუხისმგებელი მომეცი უფლება და პასუხისმგებლობა რომ ჩემ თავს თვითონ მივხედო ეს უფრო ისეთი ტვირთია რომ ძალიან ბევრ ადამიანს აი როგორ გითხრათ ეს საცერზე რო რჩება რა ფილტრივით ფილტრს რო გადაატარებს ისე რჩება ამ თავისუფლების ფილტრზე ბევრი ადამიანი ხო და აი საყოველთაო დემოკრატიამ ეს ფილტრზე დარჩენილი ადამიანები რომლებსაც არ უნდათ თავისუფლება არასდროს უბრალოდ შემოიყვანა თამაშში სადაც მათ ზუსტად ისეთივე უფლება აქვთ და ერთი ხმა აქვთ როგორც თავისუფლების მოყარე ადამიანებს და ისინი თავისუფლების მოყარე ადამიანებისგან განსხვავებით 5 ჯერ მეტნი არიან უპასუხისმგებლო ადამიანები ბევრად მეტია ამ საზოგადოებაში ვიდრე პასუხისმგებლები მე მგონი მეტია მაგრამ ნუ მინიმუმ ხო კარგი
ამიტომ არ მიყვარს. ამ არასწორი ხალხის თამაშის შემოყვანის გამო არ მიყვარს საკუთარ დემოკრატია ფეხბურთელების გარდა რომ თამაშობდეს რაღაცა სხვა უცნაური ხალხი. ყველა საქმე ფეხბურთის თამაშის უფლება და ყველა რომ ნაკრები საქართველოს ნაკრებში რო იყოს ასეთი ფეხბურთელობის ნიშნით კი არ იყოს შერჩეული. ზოგი ქალობის ნიშნით იყოს, ზოგი ეთნიკურობის, ზოგი რაღაცები. სიმაღლის და რა ვიცი. კარგი, ჩვენი გადაცემის ფორმატის თანახმად ჩვენ უნდა დავამთავროთ უკვე მე ამ ეს საუბარი ასე ვთქვათ არ მეყო და იმედია შემდეგ გადაცემაში ერთ-ერთ გადაცემაში არაერთ გადაცემაში კიდევ იქნებით ჩემი სტუმარი. დღეს ამით დავამთავროთ, თუ რამე დაგვრჩა სათქმელი რამე რომ შევაჯამოთ უცბად და დავამთავროთ. შეჯამება არ ვიცი, მაგრამ როგორც აი არჩევნების წინ ხალხს ვეუბნებოდით, დაფიქრდით ხალხო, დაფიქრდითო, ახალც იგივეს გამომეორებ. ხალხო, დაფიქრდით, გაქვთ თუ არა უნარი სწორი არჩევანი გააკეთოთ, ან თუ მიხვდებით რომ პასუხისმგებლობა აიღეთ იმაზე რომ იცოდეთ ეს რატოა სწორი არჩევანი, ან დარჩით სახლში და გადაარჩინეთ ქვეყანა, იმიტომ რომ 97% ამ არჩევნების სახლში რომ დარჩენილიყო, ბევრად უკეთეს საქართველოში ცხოვრობთ. ხო, პატრიოტული ტელემოყურებლებო, ეს გადაცემა ეს ციკლი ზუსტად იმისთვის არის შექმნილი, რომ თქვენ დაგეხმაროთ იმაში, რომ დაფიქრდეთ იმ საკითხებზე, რაც ჩვენ სამყაროში, ჩვენს ირგვლივ მუდმივად ხდება, მუდმივად გვიწევს დაკვირვება და ნელ-ნელა უნდა ვისწავლოთ ამ მოვლენების უკეთესად გაგება. თუ გინდა უკეთესი ხვალინდელი დღე შევექმნათ. მადლობა ყურადღებისთვის.